ბრიტანეთის პოლიცია ამ ქალის დაპატიმრებას ცდილობს, რადგან ისინი თვლიან, რომ ის საზოგადოებისთვის ძალიან დიდი საფრთხეა, ჩემო მეგობრებო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაზე საუბრობს ეს ქალი, ისეთი, რომ ისინი ასე ძალიან ეშინიათ მისი და არდადეგებზე ყოფნის დროსაც კი დაპატიმრებით ემუქრებიან. ანუ არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ მას ამდენი სითამამე აქვს. სირცხვილი, გამბედაობა, რომ ისლამზე ხმამაღლა ისაუბროს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ისლამი ჩვენი საკლასო ოთახებიდან გავიდეს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ისლამი იმ შენობიდან გავიდეს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ისლამი ამ ქვეყნის ყველა ოფიციალური ოფისიდან დავიდეს. და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, ეს აბსოლუტურად აუცილებელია. თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, უნდა მოვაშოროთ ისლამი ძალაუფლების ყველა პოზიციიდან. აი ესე რომ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ შეიძლება ეს ცოტათი სადავოდ ჩაითვალოს. მაგრამ რასაც იქ ხედავ არის თავდაჯერებული ქალი, რომელიც თავის რწმენას აფიქსირებს, რადგან ჩვენ უკვე გავაანალიზეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ისლამიზაცია სინამდვილეში პოლიტიკური ერთეულია, რომელიც ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ თავს რელიგიად ასავებს. და ამიტომ, რა თქმა უნდა, როცა ვინმე ესე რელიგიის წინააღმდეგ საუბარს ისმენთ, ეს რასისტულად ჟღერს. მაგრამ როცა მიხვდებით რა არის ისლამიზაციის გეგმა, ეს სინამდვილეში საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს. დაიცავით თქვენი ქვეყანა დამპყრობლებისგან. ანუ, ვაუ, გონება აფეთქდა. თუმცა, სამწუხაროდ ის ფაქტი, რომ ამ ქალს ასე აშკარად შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, ძალიან აცხენინებს ინგლისის პატარა წვრილმანი პოლიციას, რომლებიც ძალიან ეშინიათ ვინმემ ოდნავ მაინც საკამათო რამე რომ თქვას. რადგან მაშინ შეიძლება ძალაუფლება დაკარგონ. ეს ძალაუფლება მათ ოქროს ლანგრით გადასცეს მილიონობით ისლამისტმა, რომლებიც მათ ქვეყანაში შეაღწიეს. ეს კორუმპირებულია და პრობლემურია. და ეხლა ისინი ემუქრებიან მის დაპატიმრებას. ეს არ არის გადაჭარბება. მოდით ნახოთ მისი ვიდეო და მისი პასუხი. კარგი. და მეგობრებო, უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეთ, რომ ეს ქალი ჩვენ სადღაციდან ვიცით და ერთ წამში გაიგებთ საიდან. გამარჯობა შუადღე მშვიდობისა. ჩემი სახელია კელი ჯეი კინი. მე ჩავწერე პოლიციასთან ბოლო კონტაქტი. ეს მეხუთე შემთხვევაა მგონი. პოლიცია მეხმიანება იმის გამო, რაც თქვი, ან რაღაცის გამო, რაც საერთოდ არ არის დანაშაული. როგორც არ უნდა იყოს, სანამ ამ ზარის ჩანაწერს მოусმენთ, გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად ჩვენ ვათავისუფლებთ ძალადობრივ და სექსუალურად ძალადობრივ დამნაშავეებს, ჩვენ სიხეებიდან მსჯავრდებულ დამნაშავეებს ვათავისუფლებთ, რადგან ისინი სავსეა. იმედია, ეს მოგეწონებათ. ეს მეტროპოლიტენის პოლიცია. ისინი სულ მთლად გაბიჟებულები არიან. დიახ, არიან. ცოტა გიჟები არიან, ეხლა მალე მოусმენთ ჩვენს ჩანაწერს, მაგრამ მეგობრებო, იცით ვინ არის კელი ჯეი კეინი? გახსოვთ ეს საოცარი ვიდეო, რომელზეც დიდი ხნის წინ საუბრობდით? Knowing you believe the lie that inclusion was everybody's friend. When the truth now we all know that was the beginning of the end. You didn't fight back, you failed to resist, and now the country is under their fist. No sun, no fun, no sky. All the music now must die. No more thinking thoughts, shatter your council, schools and courts. Welcome to Britain under the brand new caliphate. აღარ არის თავისუფალი. Your face, your hair, your feet, you're now enslaved in a British caliphate. Don't you love the British caliphate? ის არის ამ ვიდეოს გენიალური ავტორი, რომელიც აშკარად ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ემოციური გზავნილის გადმოცემა. და კელი არასდროს ყოფილა ადამიანი, რომელსაც რამეზე უკან დაეხია. ის ასევე მონაწილეობდა იმ ვიდეოშიც, რომელიც შეიძლება გქონდეთ ნანახი. ჩვენც გავაშუქეთ ესაა. სადაც ის ქუჩაში ადამიანებს ეუბნებოდა, რომ არ სჯერა, რომ მათ რელიგიური მიზეზით მუხლის მოდრეკა უნდა შეეძლოთ, რადგან ეს დომინირების ნიშანია. როგორც არ უნდა იყოს, ის არ არის ადამიანი, რომელიც თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ერიდება, რაც ნამდვილად მომწონს მასში და ყველაფერში, რასაც აკეთებს. პრობლემა ისაა, რომ CPS მუსლიმური ქსელია.
რა პრობლემაა CPS-ში? ის ისევ და ისევ საუბრობს ამ საკითხებზე და მართლაც ცდილობს, რომ ისინი ჩვენი ყურადღების ცენტრში მოაქციოს. და ინგლისში პოლიცია ძალიან ეშინია ამის. ჩვენ ისეთ დროს ცხოვრობთ, როცა რაღაცაზე საუბარი ყოველთვის უფრო ცუდად ითვლება, ვიდრე თავად ისრამ. ხო ასეა. ის იქ დგას და ამბობს: "მჯერა რომ რეალური პრობლემა არსებობს. მინდა დავიცვა ჩემი ქალაქი, მინდა რაღაც გავაკეთო, მინდა დავიცვა ჩემი ქვეყანა. მე ვხედავ რა ემართებათ ქვეყნებს, რომლებიც ისლამურ დაპყრობას უშვებენ. მე არ ვეგუები, რომ ეს გაერთიანებულ სამეფოში მოხდეს." და პოლიციის პასუხია მისი დაპატიმრება, მისი დაპატიმრებით დამუქრება. მართლა სრულიად შეშლილობაა, უბრალოდ ეს სიგიჟეა, ხო ასეა. და ამიტომ ის არ არის ადამიანი, ვისაც შეუძლიათ დაადუმონ და ეს არ მოსწონთ. მათ არ მოსწონთ ქალი, რომელიც მზადაა ხმამაღლა ისაუბროს. მათ არ მოსწონთ კაცი, რომელიც მზადაა ხმამაღლა ისაუბროს. მათ არ მოსწონთ არავინ, ვინც მზადაა ხმამაღლა ისაუბროს და აჩვენოს, რომ ისინი უბრალოდ შემოჭრის ნებართვის მიმცემები არიან. რადგან დღის ბოლოს ეს მასობრივი ღალატია და მე ნამდვილად ვფიქრობ. ძალიან მტკიცედ მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ყველა ვინც ამ შემოჭრისა და ხელში ჩაგდების ნებას აძლევდა, ზუსტად ისე იქნება ხქმული, როგორც ადრე აღიქვამდნენ ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებას უღალატეს. იცი, ყველა ის ომის გმირების ამბავი და შემდეგ ის ადამიანი, რომელიც იქ იყო, მოღალატე. აი ესედებად იქცნენ ეს ადამიანები, პოლიცია, მთავრობა, ისინი ჩვენი საზოგადოების მოღალატეები გახდნენ. და სწორედ ამას ამხელს ის. და ეს არ მოსწონთ მასში. ანუ გაკურვებული ხარ უბრალოდ, ეს ძალიან არ სიამოვნებთ. გააგწერს. არ გააზიაროთ ეს პოსტი, რადგან შესაძლოა მეტროპოლიტენის პოლიციას დიდ ბრიტანეთში თქვენთან საუბარი მოუნდეს. ის საუბრობს იმაზე, რომ მოგზაურობს, შვებულებაშია და რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან ისინი მართლა გულწრფელად არიან დაინტერესებულები მის დაპატიმრებით, იმის გამო, რომ ხმამაღლა ლაპარაკობს. ჩვენ უნდა მოვაშოროთ ისლამი ყველა ძალაუფლების ადგილიდან. ეხლა 3 თვის შემდეგ ის გამოსვლა ზუსტად ეს სიტყვები უბრალოდ ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ისე დამაჯერებელი იყო. იმდენად რომ Kelly J. Caney ეხლა დაპატიმრების საფრთხის ქვეშაა, რადგან ხანის მეტროპოლიტენის პოლიცია CPS-თან შეთქმულებაშია, რათა ეს სიტყვები მის ციხეში ჩასასმელად გამოიყენონ. მე ჩავწერე პოლიციასთან ბოლო კონტაქტი. ეს მეხუთე შემთხვევაა მგონი, როდესაც პოლიცია დამიკავშირდა იმის გამო, რაც თქვი, ან რაღაცის გამო, რაც საერთოდ არ არის დანაშაული. პირველი ეხება ჩვენს წერილს და ამიტომ გსურს მოგიწვიოთ ნებაყოფლობით გასაუბრებაზე ორი დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში. ეს ლონდონის პოლიციის განყოფილებაში იქნება და ცოტა დრო დაგჭირდებათ, გთხოვთ. რისთვის? ასე რომ ეს ორი ბრალდება თქვენს United Kingdom-ის meetings ეხება, შეიტანეს საჩივარი თქვენი დამოსვლის შესახებ, განსაკუთრებით იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც თქვით, რომ ისლამი უნდა მოვაშოროთ ჩვენი საკლასო ოთახებიდან. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ისლამი იმ შენობიდან გავიდეს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ისლამი ამ ქვეყნის ყველა ოფიციალური ოფისიდან გავიდეს. და მეტიც, უკვე ძალიან გვიანია. ჯერ კიდევ არ არის გვიან. სინამდვილეში თუ გსურთ ამ ქვეყნის გადარჩენა, უნდა მოვაშოროთ ისლამი ყველა ადგილიდან. კარგი, იმედი მაქვს, რომ ისინი თავად წამოვლენ დაპირისპირებაზე, სიმართლე რო თქვა და შენ მოდი იბრძოლებდი. სასამართლომდე მივიყვანოთ. შენ დიახ, რა თქმა იბრძოლებდი. უნდა. გაფრთხილება, დიახ, რა თქმა უნდა. მე არასდროს დავთანხმდებოდი პოლიციის ოფიციალურ გაფრთხილებას. გონია რომ ისინი დიახ. არ გაჩერდებიან. გაჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როცა შენს თავისუფლებას, შენს უფლებებს წაგართმევენ. შენ დედა ხარ, ცოლი ხარ. როგორ მოქმედებს ეს შენზე პირად დონეზე? პირად დონეზე მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ, რათა ჩვენი სათქმელი დავაფიქსიროთ. ცხადი არ მინდა ციხეში მოხვედრა, არავის უნდა ციხეში მოხვედრა. არ მინდა აუცილებლად სასამართლოში ყოფნა, მაგრამ თუ ეს იქნება საჭირო, რომ ხალხმა გააცნობიეროს რა ხდება ამ ქვეყანაში. ვიწრო ინტერესების ჯგუფები, რომლებსაც პოლიციის მხარდაჭერა აქვთ. თითქოს პოლიცია მათ ფრთხილად და შემწყნარებლურად ეკიდება. მაშინ იცით, ასე იყოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მზად ვიყავი გამეკეთებინა ყველაფერი, რათა ყველას გაეგო, რომ არსებობდა. არსებოდნენ მამაკაცები, რომლებიც ქალების სივრცეებში შედიოდნენ და რომ ბავშვებს საშინელებებს ვაკეთებდით პუბერტატის ბლოკერებითა და სქესის შეცვლის ჰორმონებით. ასე რომ, იცით, შეიძლება ეს დასჭირდეს. მაშინებს ეს არა, განსაკუთრებით არა. ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს კი. კარგია, თუ ეს მე დამემართება. კი, კარგია. თუ არა მე, მაშინ ვინ? მაშინ ეს უნდა ვიყო მე.
გულისხმობ ესეთი ხალის თავდაჯერებულობას, რომელიც მზადაა თქვას. კი, დედა ვარ, მაგრამ დღის ბოლოს თუ დამაკავებენ, იყოს ასე. მოდით ეს სასამართლოში გადავიტანოთ. მოდით ყველა ამაზე ვალაპარაკოთ. მოდით ეს საუბარი ქუჩებზეც გავიტანოთ. ეს არის ის თავდაჯერებულობა, რაც უფრო და უფრო მეტ ადამიანს სჭირდება დიდ ბრიტანეთში, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, რადგან ისინი იმაზე დებენ ფსონს, რომ თქვენ მზად ხართ რაღაც თქვათ, თუ არაფერი დაგემართებათ. და სწორედ ის, რომ არაფერი დაგემართებათ, არის ზუსტად ის, რაზეც ისინი დებენ ფსონს. ისინი აზღვევენ თავიანთ ფსონებს იმაზე, რომ იციან, თქვენ ნამდვილად არ ხართ მზად სერიოზული რისკისთვის. ამიტომ მათ მხოლოდ ის სჭირდებათ, რომ საკმარისი ზეწოლა მოახდინონ, რათა თქვენთვის საშიში გახდეს რაიმეს თქმა და ასე ყველას ჩუმად შეინარჩუნებენ. მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი გამოდის და ამბობს, ეს აბსოლუტურად აბსურდულია, ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ, დაგვაკავეთ. რაც გინდათ ის გააკეთეთ, ჩვენ ამაზე დიდაუზაუს ავწევთ, რაც უფრო მეტად ქრება შიში იმისა რომ რამე თქვა. და სწორედ ამიტომ არიან ადამიანები, როგორიცაა კელი, ასე წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი. დიახ, ის ამბობს საკამათო რაღაცებს. შეიძლება სულად არ ეთანხმებით მას, მაგრამ ფაქტია, რომ ის მზად არის თქვას. ნახეთ, ეს ზუსტად მათი ტაქტიკაა. ისინი ცდილობენ შეგვაშინონ. მე არ მეშინია ამის. მე გამოვალ წინ და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმის სახედაც ვიქცევი. შეუძლიათ დამაკავონ. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ყველა არ გაიგებს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც ვიბრძვით. ასეთი სიმამაცეა საჭირო, რომ რეალურად გაუნკლავდე ამ საკითხებს. რადგან თუ არ ყავს ასეთი გამბედავი ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ დაპატიმრების და მზად არიან ამისთვის, ისაც საბოლოოდ გექნებათ, იქნება გაჩუმებული საზოგადოება. ყველა რჩება მორჩილი, ხოლო მორჩილი ადამიანები ძალიან ადვილად დასაპრობი არიან. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.